როგორ დასრულდა ტარიფების ომი ამერიკასა და ჩინეთს შორის. ნეტანიაჰუ იმედგაცრუებულია. კატარის ემირის საჩუქარი, რომელმაც ტრამპი გაახარა, პოლიტიკური ელიტა კი აღაშფოთა. რაც ცნობები შემოგვინახა ისტორიამ პაპის არჩევის წესებთან დაკავშირებით. ჩვენს ისტორიულ რუბრიკაში მოგიყვებით სულ რამდენიმე წამში. მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. ჟენევაში ჩინურ-ამერიკული სავაჭრო მოლაპარაკებები დასრულდა. მიღწეული შეთანხმების თანახმად, ამერიკა ჩინურ პროდუქციაზე დაწესებულ ტარიფს 145-დან 30%-მდე დასწევს, ხოლო ჩინეთი ტარიფს ამერიკულ პროდუქციაზე 125-დან 10%-მდე შეამცირებს. ძალაში დარჩა დონალდ ტრამპის მიერ ჩინური საქონლის იმპორტზე ცალკე გამოცხადებული 20%-იანი ტარიფი, რომელიც მან ამერიკაში ფენტანილის კრიზისის გაღვივებაში ჩინეთის სავარაუდო როლის გამო დააწესა. ეს შეთანხმება მხოლოდ 90 დღეს იმოქმედებს. ამ ხნის განმავლობაში ჩინეთმა და ამერიკამ საბოლოო შეთანხმებას უნდა მიაღწიოს. ჩვენ დაბალანსებული ვაჭრობა გსურს და ვფიქრობთ, ამის მიღწევა ორივე მხარის ინტერესებშია. ერთმანეთისგან დაშორება არც ერთ მხარეს არ სურს, თქვა ამერიკის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე. საერთაშორისო საფონდო ბირჟები ჩინურ-ამერიკულ შეთანხმებას მიესალმა. შესაბამისად, თითქმის ყველა ქვეყნის ბირჟაზე აქციების ფასი გაიზარდა. შეგახსენებთ, ტარიფების ომი ჩინეთსა და ამერიკას შორის მას შემდეგ გაჩაღდა, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ჩინურ საქონელზე უპრეცედენტოდ მაღალი ტარიფები დააწესა. ორივე მხარე ესკალაციაზე წავიდა და საბოლოოდ ამერიკამ ჩინეთს 145%-იანი და ჩინეთმა ამერიკას 125%-იანი ტარიფი დაუწესა. შეთანხმების მიღწევაზე ორივე ქვეყნის ლიდერმა დადებითი კომენტარი გააკეთა. სი ძინპინმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ გლობალურ სამყაროში ერთმხრივი ტარიფების დაწესება არაფერს კარგს არ მოასწავებს. დასძინა რა, რომ ბაზრები ღია უნდა იყოს და ქვეყნებს შორის ჯანსაღი კონკურენცია უნდა არსებობდეს. ტრამპის თქმით კი ტარიფების დაწესებამ გაამართლა, რადგან ჩინეთი და სხვა ქვეყნები ამერიკის მიმართ დათმობაზე წავიდნენ. მოკლედ, ამ ჭიდილში ორივე მხარე თავს გამარჯვებულად თვლის, მაგრამ ობიექტური სურათი სულ სხვაა. პირველ რიგში ამერიკასა და ჩინეთს შორის მხოლოდ სავაჭრო დაპირისპირება არაა. ეს ორი გიგანტი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კონკურენტებია და მათი ჭიდილი არა ტარიფებს, არამედ მსოფლიო პირველობას ეხება. ამიტომ მათ შორის ტარიფების ომს სამყარო სხვა თვალით უყურებს. ჩინეთი და ამერიკა ესკალაციაზე იმიტომ წავიდა, რომ მსოფლიოსთვის თავიანთი ძალა და უპირატესობა ეჩვენებინა. როგორც ამერიკის მასმედიაში ითქვა, ყველას აინტერესებდა, რომელი შედრკებოდა პირველი. აღმოჩნდა, რომ ამერიკამ პირველმა დაახამხამა თვალი. ამერიკელი ექსპერტების აზრით, ჩინეთთან მიღწეული შეთანხმებით, ამერიკამ მსოფლიოს და კერძოდ ჩინეთს თავისი აქილევსის ქუსლი დაანახა. აღმოჩნდა, რომ ამერიკა ჩინეთზე უფრო მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე პირიქით. ამერიკამ მთელი თავისი წარმოება ჩინეთში გადაიტანა და ახლა ტარიფების დაწესებით თავადაც დაზიანდა. ამერიკული საქონელი გაძვირდა, რამაც ამერიკელი მეწარმეები გაანაწყენა. ამერიკული კომპანიების მფლობელები და მმართველები ყოველდღიურ ზეწოლას ახდენდნენ ქვეყნის პრეზიდენტზე. მარტო ის რადგირს, რომ ტრამპმა სმარტფონებზე და სხვა მაღალ ტექნოლოგიურ საქონელზე ტარიფების ერთკვირიანი პაუზა გააკეთა, რითაც ამერიკის კომპანიებმა თავიდან აიცილა თავიანთ პროდუქციაზე ფასების ზრდა. რა თქმა უნდა, ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ჩინეთთან მიღწეულ შეთანხმებას თავის გამარჯვებად ასახებს, მაგრამ მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ტრამპს არ შესწევს მსოფლიო ბაზრის კარდინალურად გადაწყობის ძალა. მას მხოლოდ ამერიკაზე სუსტ ქვეყნებზე შეუძლია გავლენის მოხდენა. ზუსტად ამიტომ შიშობს ბრიუსელი,
რომ ჩინეთთან პრაქტიკულად იძულებით დადებული ხელშეკრულებით გამოწვეულ ბრას ტრამპი ევროკავშირზე გადაიტანს, მაგრამ როგორც New York Times-მა დაწერა, ტრამპმა თავისი ტარიფებით ამერიკას არა მხოლოდ ეკონომიკური ზიანი მიაყენა, არამედ რეპუტაციაც შეულახა. ტრამპსა და ნეტანიაჰუს შორის შავმა კატამ გაერბინა თითქოს. ვერაფერზე ვეღარ თანხმდებიან. ამ დროს ცოტა ხნის წინ დიდი სიამტკბილობა ჰქონდათ. ბიბის სიხარულს ვერ მალავდა ტრამპის თეთრსალხში დაბრუნებაზე. ასე თქვა, ტრამპი ამერიკის ისტორიაში ყველაზე პროისრაელური პრეზიდენტიაო. მან ბაიდენის მიერ ისრაელისთვის დიდი ავიაბომბების მიწოდებაზე დაწესებული ემბარგო გააუქმა, ღაზაში ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო მოქმედება წაახალისა და ირანთან ნეტანიაჰუს ხისტ პოლიტიკას მხარდაჭერა გამოუცხადა. ახლა კი ამერიკის პრეზიდენტი არ მალავს, რომ ისრაელის ლიდერის პოლიტიკით უკმაყოფილოა, რაც მკვეთრად გამომჟღავნდა ტრამპის სპარსეთის ყურის ქვეყნებში სტუმრობისას, როცა მან ისრაელს გვერდი აუარა და ნეტანიაჰუს არ შეხვდა. რა მოხდა ისეთი, რომ მათ შორის ასეთმა სიცივემ დაისადგურა. როგორც ამერიკის პრესა იუწყება, ამ ურთიერთობის გაცივების მიზეზი ახლო აღმოსავლეთის მიმართ მათი განსხვავებული პოლიტიკაა. ტრამპი პროისრაელური პრეზიდენტი კია, მაგრამ ის ამავე დროს რეალისტიცაა. მისი აზრით, თუ ისრაელი ჰამასისა და ჰეზბოლას სრულ განადგურებას დააპირებს, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან დაპირისპირებას ვერ გაექცევა, რომელთა საერთო აზრია, რომ ისრაელთან ურთიერთობის დალაგება მხოლოდ პალესტინის საკითხში პოზიტიური ძვრების შედეგადაა შესაძლებელი. ნეტანიაჰუმ კი ამ საკითხის განხილვა საბოლოოდ შეაჩერა. ტრამპის იმედგაცრუება ღაზას საკითხში ნეტანიაჰუს გადაწყვეტილებამაც გამოიწვია. შეგახსენებთ, ისრაელმა ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაცია განაახლა. ტრამპის ადმინისტრაციისა და ისრაელის შიდა პოლიტიკური ოპოზიციის აზრით, ღაზაში სამხედრო ოპერაციის განახლება ჰამასთან საბოლოო ზავის დადებასა და დარჩენილი ებრაელი მძევლების გათავისუფლებას საფრთხეს უქმნის. ისრაელის ლიდერი თავის მხრივ უკმაყოფილოა ირანისა და იემენის მიმართ ტრამპის პოლიტიკით. ნეტანიაჰუ ტრამპის განცხადებამ გააოგნა, რომ ამერიკა ჰუსიტების მიმართ სამხედრო კამპანიის შეწყვეტას აპირებდა. რამდენიმე კვირის წინ ამერიკის სამხედრო ავიაციამ ჰუსიტების სამხედრო ბაზები დაბომბა. პასუხად ჰუსიტებმა ისრაელისკენ რაკეტები გაუშვეს. ერთი რაკეტა ისრაელის მთავარ აეროპორტში ჩამოვარდა. მოგვიანებით ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკამ ჰუსიტებთან შეთანხმებას მიაღწია და მათ დაბომბვას წყვეტდა. სანაცვლოდ ჰუსიტები წითელ ზღვაში სავაჭრო გემებს აღარ შეუტებდნენ. ამით გაღიზიანებულმა ნეტანიაჰუმ ჰუსიტების დიდი ნავსადგურის დაბომბვის ბრძანება გასცა, მაგრამ მას ყველაზე მეტად ირანისა და მისი ბირთვული პროგრამის მიმართ ტრამპის შეცვლილი განწყობა აწუხებს. ნეტანიაჰუმ ამერიკელ დიპლომატებთან პირად საუბრებში განაცხადა, რომ მას ტრამპის მოლაპარაკება ირანთან წყლის ნაკლად მიაჩნია. მისი აზრით, ირანი მხოლოდ დროს წელავს და არასოდეს არ შეაჩერებს ბირთვულ პროგრამას. ჰამასისა და ჰეზბოლას დასუსტებითა და ისრაელის ავიაციის ირანის სამხედრო ბაზებზე შარშანდელი შეტევით ირანი დასუსტებულია. ამიტომ ნეტანიაჰუს მიაჩნია, რომ ახლა ისრაელისა და ამერიკის სამხედრო ძალების ირანზე ერთობლივი შეტევისა და მისი ბირთვული იარაღის წარმოებელი ქარხნების განადგურების საუკეთესო დროა. ამას კი ტრამპი კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან შიშობს, რომ ირანზე შეტევით მთელს მუსლიმურ სამყაროს აიმხედრებს. შედეგად ამერიკას ახალ კონფლიქტში მოუწევს ჩართვა. არადა ტრამპი საარჩევნოდ ხალხს დაპირდა, რომ ამერიკას სხვის ომებში აღარ მიიღებს მონაწილეობას. პალესტინის გადაუწყვეტელი საკითხი და ირანზე შეტევა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ძალიან დაძაბავს ურთიერთობას. ტრამპს ამ ქვეყნებთან ურთიერთობის გამტკიცება სჭირდება. ისრაელი კი
ირანს მარტო ვერასოდეს ვერ გაუმკლავდება. როგორც ჩანს, ნეტანიაჰუს პოლიტიკის შეცვლა მოუწევს. კატარის ემირმა ამერიკის პრეზიდენტს ძალიან ძვირად ღირებული თვითმფრინავი აჩუქა. ესაა ბოინგის ყველაზე დიდი მოდელი 747, რომელიც კატარის ემირმა 13 წლის წინ შეიძინა და პირადი ვოიაჟებისთვის გადააკეთა. ამ თვითმფრინავს მფრინავ სასახლეს უწოდებენ, რომელშიც მდიდრულად მოწყობილი საძინებელი ოთახები, სამუშაო კაბინეტები, აუზი და კომფორტის სხვა ზონებია განლაგებული. თვითმფრინავი 400 მილიონი დოლარი ღირს. ყველაფერი კი ასე დაიწყო. კატარის ემირმა შეიტყო, რომ ამერიკის პრეზიდენტის თვითმფრინავი წყობრიდან ხშირად გამოდიოდა ხოლმე და ტრამპს საჩუქრად ეს უნიკალური ბოინგი შესთავაზა. თვითმფრინავი სანახავად ამერიკის პრეზიდენტს ფლორიდაში, მის რეზიდენცია მარ-ალაგოში ჩაუყვანეს. ტრამპი ძღვენით აღფრთოვანებული დარჩა. ეს ამბავი კი ახლა იმიტომ გამომჟღავნდა, რომ თვითმფრინავის გასაფორმებლად დიდი და რთული ტექნიკურ ბიუროკრატიული გზაა გასავლელი. ტრამპს სურს ის პრეზიდენტის პირად თვითმფრინავად გადაკეთდეს, ხოლო მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ტრამპის ფონდს გადაეცეს საკუთრებაში. ამერიკის პრეზიდენტებს სწორედ ამ მოდელის ბოინგი ემსახურება, მაგრამ ორი საპრეზიდენტო თვითმფრინავი 1990-იან წლებშია შეძენილი და უკვე მოძველებული ხშირად ფუჭდება. გარდა ამისა, ტრამპს ეს თვითმფრინავები მისი პრეზიდენტობის პირველსავე ვადაში არ მოსწონდა, მათში კომფორტის ნაკლებობის გამო. ტრამპის მოსაზრება ნაჩუქარი თვითმფრინავის გამოყენების შესახებ არავის არ ეპიტნავა. დემოკრატები, რომლებიც ტრამპს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ, საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვენ. მათი აზრით, არავინ არავის არ აჩუქებს 400 მილიონ დოლარიან თვითმფრინავს ისე უბრალოდ. თან კატარი დასავლელი პოლიტიკოსების მოქრთამვაშია შემჩნეული. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ევროპარლამენტში ამ ტიპის სკანდალი აგორდა, რომლის შედეგად ერთი ბერძენი დეპუტატი დააკავეს. ისრაელში არ ცხრება ლაპარაკი კატარის მიერ ნეტანიაჰუს მრჩეველების მოსყიდვაზე. ამერიკელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ამერიკის გენერალური პროკურორი პემ ბონდი წინათ კატარის ლობისტი იყო, რითაც $100,000-ზე მეტი ფული გააკეთა. ტრამპის სიძის ჯარედ კუშნერის საინვესტიციო კომპანიაში Affinity Partners კატარის დიდი ფულია ჩადებული. ამერიკის პრეზიდენტის ვაჟმა ერიკ ტრამპმა ხელი მოაწერა კატარში ტრამპ ინტერნეშნალის გოლფის კლუბის მშენებლობაზე შეთანხმებას. უსაფრთხოების ექსპერტები სხვა პრობლემაზეც ამახვილებენ ყურადღებას. ამერიკის პრეზიდენტების თვითმფრინავები ურთულესი თავდაცვითი და უსაფრთხოების აპარატურითაა დამონტაჟებული. კატარის ნაჩუქარი თვითმფრინავი რომ საპრეზიდენტო თვითმფრინავად იქცეს, ის მთლიანად უნდა დაიშალოს და შესაბამისად გადაკეთდეს, რასაც დიდი დრო და ფული სჭირდება. ტრამპს კი ამ საკითხზე სიტყვის გაგონება არ სურს. მან განაცხადა, თანხა, რომელსაც ჩვენ საპრეზიდენტო თვითმფრინავების ტექნიკურ მომსახურებაზე ვხარჯავთ, ასტრონომიულია. ფიქრობ, ეს შესანიშნავი ჟესტია კატარისგან. ძალიან ვაფასებ. არასდროს ვიტყოდი ვარს ასეთ შეთავაზებაზე. სულელი ვიქნებოდი, რომ მეთქვა. ტრამპის საქციელმა მისი მომხრეებიც გაანაწყენა. ცნობილმა ულტრამემარჯვენემ და ტრამპის ახლო წრის წევრმა ლორა ლუმერმაც დაგმო ეს საქციელი. ტრამპი ლორა ლუმერს ბევრ რამეში უჯერებს. სწორედ მისი რჩევით გაათავისუფლა თანამდებობიდან ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორი, გენერალი ტიმოთი ჰო. ახლა კი იგივე ლორა ლუმერმა კატარის თვითმფრინავზე ასეთი კომენტარი გააკეთა. მე მიყვარს პრეზიდენტი ტრამპი, რომლის გულისთვის გასროლილ ტყვიასაც არ შევუშინდებოდი, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ 400 მილიონ დოლარიანი საჩუქარი კოსტიუმებში გამოწყობილი ჯიჰადისტებისგან და თუ მივიღებთ, პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას დიდ ზიანს მივაყენებთ ამით.
კათოლიკურ სამყაროს ახალი პაპი ჰყავს. 8 მაისს კონკლავმა, ანუ კარდინალთა კრებამ რობერტ ფრენსის პრევოსტი ამიერიდან ლეო მე-14 ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურად აირჩია. ესაა პირველი ამერიკული წარმოშობის პაპი. ტრადიციის მიხედვით კონკლავის დაწყების დღეს კარდინალები სიქსტის კაპელაში შედიან და კარებს შიგნიდან კეტავენ. გარესამყაროსთან კომუნიკაციის შესაზღუდად მათ ყველა სახის მოწყობილობას ართმევენ. კენჭისყრა მიმდინარეობს მანამ, ვიდრე რომელიმე კანდიდატი ხმების 2/3-ს არ დააგროვებს. გარეთ კი წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით ადამიანი დგას და სიქსტის კაპელას გუმბათის საკვამურიდან კვამლის ამოსვლას ელოდება. შავი კვამლით კარდინალთა საბჭო იტყობინება, რომ კენჭისყრა წარუმატებლად დასრულდა. თეთრი კვამლი კი ახალი პაპის არჩევას ნიშნავს. რომის პაპის არჩევის წესი მოყოლებული მე-13 საუკუნიდან უცვლელი რჩება. ისტორიაში შევიდა პაპის გრიგოლ მეათის არჩევა 1266 წელს, რომელსაც კარდინალებმა თითქმის 3 წელი მოანდომეს. რომის პაპის არჩევნები დემოკრატიული პროცესია. მე-11 საუკუნემდე არჩევნებში რომის უბრალო მოქალაქეებიც იღებდნენ მონაწილეობას. კანდიდატს ჯერ ხალხი ასახელებდა და შემდეგ ეპისკოპოსთა კრება წყვეტდა, ვისთვის დაეჭერა მხარი. რომის პაპის გავლენის ზრდით დამფრთხალი ევროპელი მონარქები პაპის არჩევნებში ჩარევას ცდილობდნენ. პაპები კი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ძლიერ მონარქებთან დაახლოებას ელტვოდნენ. მე-11 საუკუნეში რომის პაპის არჩევის წესი შეიცვალა, რომლის მიხედვით პაპს მხოლოდ კარდინალები ირჩევდნენ. თუმცა პროცესში მონარქთა ჩარევა ამით არ აღკვეთილა. უფრო მეტიც, ევროპის მეფეები და იმპერატორები კარდინალებად თავიანთი ნათესავების დანიშნას ცდილობდნენ. ერთი სიტყვით, ევროპაში გაქანებული ჭიდილი იყო რომის პაპის არჩევაზე. 1268 წელს რომის პაპი კლემენტ მე-4 გარდაიცვალა და ბუნებრივია ახალი პაპის არჩევის საკითხი დადგა. ამ დროს რელიგიურ პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად ორი ბანაკი ებრძოდა ერთმანეთს. ერთ მხარეს იდგა საფრანგეთის მეფის ლუი მე-9-ის ახლობლები, მეფის ძმის შარლ ანჟუელის მეთაურობით და მეორე მხარეს გერმანელ და ინგლისელ მონარქთა ერთობლივი ძალა. იტალიური სამეფოების უმრავლესობაც ამ მხარეს იყო. მაშინ საბჭო 20 კარდინალისგან შედგებოდა. არჩევნები კი რომიდან ჩრდილოეთით 100 კილომეტრის მანძილზე დაშორებულ ქალაქ ვიტერბოში ტარდებოდა. მე-13 საუკუნემდე არა რომში, არამედ სწორედ ვიტერბოში იყო პაპების მთავარი რეზიდენცია. არჩევნები რომის პაპის ახალ აშენებულ სასახლეში უნდა გამართულიყო. 1268 წლის დეკემბერში კარდინალები პაპის ასარჩევად იმ სასახლეში დაბინავდნენ, მაგრამ ორ მტრულ ბანაკს შორის ისეთი დაპირისპირება იყო, რომ მთელი 1 წლის მანძილზე კარდინალებმა სათანადო კანდიდატი ვერ შეარჩიეს. ისინი ყოველ დღე იკრიბებოდნენ სასახლის დიდ დარბაზში, კამათობდნენ და საღამოს თავიანთ ოთახებში ბრუნდებოდნენ. ასე გაგრძელდა 1 წელიწადს. ნაჩხუბარი კარდინალები ერთმანეთთან უბრად იყვნენ. ამ დავიდარებაში ორი კარდინალი გარდაიცვალა და კოლეგია 18 კაცამდე შემცირდა. კარდინალების ქცევამ მთელი იტალია გააღიზიანა, განსაკუთრებით ვიტერბოს მოსახლეობა. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებდა ვიტერბოში ორი დაპირისპირებული ბანაკის წარმომადგენელთა ყოფნა. ქალაქში იყვნენ შარლ ანჟუელი თავისი ამალით და ინგლისის პრინცი ჰენრი ალმანელი თავისი ანტურაჟით. მოსახლეობის უკმაყოფილება დღითი დღე იზრდებოდა. ბოლოს ვიტერბოს ქალაქის თავმა კარდინალების სასახლეში ჩაკეტა და ხალხს მიმართა ისინი იზოლაციაში მოექციათ. არავის არ ქონდა სასახლეში შესვლის და შენობიდან გამოსვლის უფლება. მომსახურე პერსონალმა დატოვა სასახლე. საჭმელ სასველი სასახლის კოშკიდან აქონდა თოკებით. ქალაქის თავმა კარდინალებს ორნაირი ფიჩხი გადასცა. ერთით დაინთებოდა ცეცხლი, რომელიც თეთრ კვამლს გამოუშვებდა და მეორის დანთებაზე შავი კვამლი გამოვიდოდა.
შავი კვამლი პაპის არარჩევას ნიშნავდა და პროცესი გაგრძელდებოდა. თეთრი კვამლი კი პაპის არჩევის ნიშანი იყო და ხალხი კარდინალებს გარეთ გამოუშვებდა, მაგრამ ვერც ამან უშველა საქმეს. არჩევნების დასაჩქარებლად ქალაქის თავმა ახლა პაპის სასახლის დიდი დარბაზის სახურავის ახთა ბრძანა. მაინც არაფერი გამოვიდა. კომპრომისი არ ჩამდა. მდგომარეობა ერთმა ტრაგიკულმა შემთხვევამ შეცვალა. ვიტერბოში ინგლისელი უფლისწული მოჰკლეს, რამაც საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. მოგვიანებით დანტე ალიგიერიმ ეს მკვლელობა თავის ღვთაებრივ კომედიაში აღწერა. 1271 წელს 6 კარდინალისგან შემდგარი ახალი საბჭო შეიქმნა, რომელსაც 2 დღის ვადაში ახალი პაპი უნდა აერჩია. პირველ დღეს ამ 6-დან საბჭომ ვერ შეძლო პაპის არჩევა. ამიტომ გადაწყდა კანდიდატი არა კარდინალების, არამედ გარეშე წრიდან დასახელებულიყო. ბოლოს და ბოლოს საბჭო ყველასთვის მისაღებ კანდიდატზე შეჩერდა. ეს იყო არქიდიაკვანი ტებალდო ვისკონტი, რომელიც მაშინ ჯვაროსნებს ახლდა იერუსალიმში. პაპის კორონაცია 1272 წლის მარტში შედგა და ტებალდო ვისკონტი რომის პაპი გრიგოლ მე-10 გახდა. 2 წლის შემდეგ მან რომის პაპის ბულა გამოსცა სახელწოდებით ubi periculum, რომელშიც გაწერილი იყო პაპის არჩევის ახალი წესი. სწორედ ამ დოკუმენტში გამოჩნდა პირველად სიტყვა კონკლავი, ლათინურად cum clave, რაც გასაღებით ჩაკეტილს ნიშნავს. ასე გამკაცრდა რომის პაპის არჩევის წესი. ბევრ კარდინალს არ მოეწონა ეს მკაცრი წესი და რომის პაპის იოანე 21-ის დროს ის გააუქმეს, მაგრამ ცოტა ხანში ერთი უცნაური რამ მოხდა. ვიტერბოს პაპის სასახლეში ჭერი ჩამოინგრა და ნანგრევებმა პაპი მოიყოლა. შეშინებულმა კარდინალებმა ეს ამბავი ზეციურ ნიშნად მიიჩნიეს და მომავალმა პაპმა არჩევნების გაუქმებული მკაცრი კანონი აღადგინა. 1621 წელს რომის პაპმა გრიგოლ მე-15 მას ერთი პარაგრაფი დაუმატა, რომლის მიხედვით პაპის არჩევას კარდინალების ხმათა 2/3 სჭირდება. მე-20 საუკუნის ბოლოს კიდევ ერთი ცვლილება მოხდა. 80 წლის და მეტი ასაკის კარდინალს პაპის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვა. დღეს სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის, მე ნუგზარ რუხაძე ვარ და მომავალ შაბათს ისევ ერთად ვართ. ნახვამდის.